დღეს ჩვენ მოვამზადოთ საუკეთესო კანჭს. ცეცხლი ცუქთავდება. ეხლა ხوار შეგეშინდება აქ ცეცხლს რომ დავანთებ. შეგეშინდება? ჩამეხუტე. კარგად გავკეთოთ ჩვენი ამოვარჩიოთ ქორფები. კანჭი კარგია, მაგრამ ძუძუჯობია. ძუძუჯობია, კარგი. ორი სიტყვი? ძუძუ შემწვარი. მაღაზიაში შევედი და სანთელი მოვიწვი. რისი სანთელი? სამკურნალო, ხო და? აი ეს ლუდის უჩეი მოტანელი არის ახლა. დღეს ჩვენ მოვამზადოთ საუკეთესო კანჭს. ანა, როგორ მოვამზადოთ საუკეთესო კანჭი? არც მე ვიცი. მაგრამ ვინც იცის იმის რეცეპტით, ვოის რეცეპტით გავაკეთოთ კანჭი. ამ რეცეპტით მომზადებას უნდა საკმაოდ დიდი დრო, ეხლა არის ხუთშაბათი, შუადღე და კანჭს ვამზადებთ როდისთვის? შაბათი საღამოსთვის. შაბათ საღამოს რო კანჭი გქონდეს მზად, ეხლა უნდა დავიწყოთ მომზადება. პირველი ეტაპი არის ორივეზე მიდგება. მოტრუსვა, ან ამით, ან გაზზე, ამით მარტივია და შედარებით და ვეცდები ამით გავაკეთო. მამა, მოდი, ნოგეშინო. ხა როგორ იტრუსება ბაჭები. კარგად გავკეთოთ ჩვენი რა მოგვივიდა ჩვენ გამზარეულები არ გამოვა. მაგრამ არა უშავს, მაინც გავაკეთებთ საუკეთესო კანჭს, ხო მამა? კარგად გავაპიცკინეთ, გავაპრიალეთ ჩვენი გოჭუნა. ხო, დამოვიწყო მე თქვა რომ ეს არის უკანა ბარკალი, ხორის, წინითაც შეიძლება ალბათ, მაგრამ უკანას უფრო მეტი ხორცი აქვს. შემდეგ ეტაპი არის ამ ბარკლის დასერვა. რომ მარილი კარგად შევაზილოთ. დასასეროთ, და დაჭრობა. კანი რომ დავჭრათ, დასაჭეროთ. ანუ დანაზე კარგად ალბათ საკანცელერიო დანა დასერავს და აი ესე ჩამოვუყვეთ. ისიც ვერ ჭრის კარგად ხედავ და დანაც ერთ ვერ გაჭრება. აიმე, ანა. რაიყო ანა? ვერ ავჭრი, გოგო. რაიყო მამა? ძალიან კარგი სუნი აქვს ახლა. რო გაიტრუსა ეგ სუნი მოგწონს? შენ? მიერა. ატრუსული სუნი არ მოგწონს. შენ ერთ-ერთი არ მოგწონს? მე მომწონს შემწვარის. მე შემწვარის მომწონს და დაიტრუსო. უნდა ვეცადოთ რომ კარგად ჩავჭრათ, რომ მარილი კარგად შევიდეს შიგნით. მაგრამ დიდი როგორი ცოტათი ჭირს. ეხლა ის რა დაგვრჩენია, კარგად შევაზილოთ მარილი, ჩემო ანაკო და შევდგათ მაცივარში. ბევრი და მოყრით მსხვილ მარილს. აი ამეებში რომ ჩავაყარო. ხან იმიტომ გავჭერეთ, რომ ამეებში მარილი კარგად შევიდეს. მოდი პირდაპირ ჯამში ჩავდოთ და ისე დავაყაროთ, კარგით? ისინი კარგად წავსვათ, კარგად შევაზინოთ, შიგნიდანაც, გარედანაც. ჩვენც წავისვათ ცოტა სახეზე. მარილის აბაზანები მივიღოთ. და ახაც ჩავაყარეთ იმრიელად. ეს გამოიტანს, რაც მისაღებია ის მიმარილის მიიღებს, დანარჩენი გამოვა, სითხესაც კარგად გამოიტანს, გამოვაშრობს ხორცს და 24 საათის შემდეგ, ხო არ დაახლოებით ამ დროს, გამოვიღებთ მაცივრიდან. ოღონდ აქ ვერ იქნება. გამოვიღებთ მაცივრიდან და დანარჩენს გავაგრძელებთ მერე. მარილი კარგად დავაყარეთ.
ეხლა გადავაკრავთ სამზარეულოს ცელოფანს. დაჭრო. ხო? კაი. შევფუთეთ ჩვენი კანჭი, ეხლა მას შევდგოთ მოცივარში და 24 საათში გამოვიდა. 1 2 3 მეორე დღე. ესეც მეორე დღე. 24 საათი გქონდა მოცივარში ჩვენი კანჭი, ეხლა გამოვიღოთ. ანა შემამდე რაღაცები ლაპარაკე. ხო, ვიმამ. იმაინე. ხო? აი, ეს არის ჩვენი. ეს არის ჩვენი ხორის კანჭი. გაუშვა საკმაოდ რაოდენობით წყალი. ეხლა ამ წყალს ჩვენ გამოვაცრით, კარგად გავამშალებთ ხორცს, გავაცრით მარილსაც და შევდგავთ ღუმელში. გავამშალეთ და გადმოვიტანეთ ჩვენი კანჭი ჟარუნაში. ჟარუნაზე. ეხლა ამას შევდგავთ ღუმელში და გამოვაცხობთ. ტემპერატურას ვაყენებთ 140 გრადუსს 3 საათით. და 3 საათის მერე ისევ შევხვდებით. გავიდა 3 საათი, გადმოვიღეთ ჩვენი კანჭი ღუმელიდან, საკმაოდ რაოდენობის წვენი გაუშვა. აი. გადმოვიტანეთ ქვაფში, უნდა დავასხათ ლუდი. ფიქრობ, რომ 1 კილა ლუდი, საკმარისი იქნება, შეიძლება მეტიც არის, მაგრამ უშრებით. ყრით მსხვილ შავპილპილს აკაშენ ჩაყარე. მე მოჭი. ჩავყაროთ მსხვილი შავპილპილი. ჩაყარე მომ. ჩაყარე. აი, ჩაყარე კიდე ჩაყარე. მომწაინა. გონია. ნახოთ, არ ვიცი, წარმოდგენა არ აქვს. ვამატებთ როზმარინს, რომელიც გვაქვს ეზოში. ჩაყარე. ჩაყარე ესე. დაფნის ფოთლებს, ჩაყარე მომ. ვდებთ კარაქს. 150 გრამი კარაქი ჩავდე. ხო, უნდა დავამატოთ წითელი დამცინი შემაიმე. და ეს იმაში ჩავყარო და ბევრი არ მოგვივიდეს, არ ვიცი, არ დაგვიმწარდეს. აი, დაბლა ჩავყარ წვენში. და ვამატებ წყალს, ნუ ნახევრამდე გავასებ, ალბათ წყლით. კაცო. ეს მეგონი დადაირია. სულ კაცო. ბოდიში, ქალმა არ იცის. და კაცო. ქალმა და კაცმა. ხა. არიან. ასეთ ფორმა აქვს ჯერჯერობით. ჩვენ ჭურჭელს ახლა ფუთავთ ფოლგით. ეს სითხე რო არ ამოხრეს. ამას რაღაცები ახატია, რაღაცები. გავამზადეთ. ეხლა ამას შევდგავთ ღუმელში 75 გრადუსზე 24 საათით. და არ უნდა ავდუღდეს, როგორც რეცეპტი გვეუბნება და ნელ-ნელა უნდა მოითუშოს და ნახოთ რა გამოვა. გავიდა 24 საათი და კიდო მეტი. გადმოვიღე. არაჩე, ის კაცი ან იტყუება, ან სხვანაირი ღუმელი აქვს რა. წესით 75 გრადუსი კი ვთქვი, მაგრამ აი 120 გრადუსი მქონდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ისე არ ჩაითუშა, როგორც იმ ვიდეოში იყო. ეხლა ეს უნდა ამოვიღო აქედან, ჩავდო ისევ ჟარუნაში და შევდო ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. და უნდა დაიბროწოს. ნახოთ რა გამოვა რა. La 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 la
ეგამოზე რა. კაი, დაიცამ. არა, ძვალი დატო. გამოგიცვალოთებში. აი ვიცი არის საუკეთესო და გემოზე როგორია კაცმა. ეს მინდა აი ეს ბოლკონი შენ წაიღე. ვაშკაიაზე. ო მე წაიღე. დაგივარჯება რა. აი ეს ხორცები გამოსხოდა და აჩენ. ხორცი თუ ნახე რა დაიწია. აი მე. ძალიან დაიწყეს ხონდა გადიოდა. აი უნდა იწია, კაი ნაწილი. ეს კიდევ მოიჭრა. ბული რა არის? ნამუს გადაიგე ჯე? ბიჭო ძვალია ეს. ყველა საწყალი ნაწილი აიღო გული. ო, ყველა საცდავი ნაჭერი არის ძვალი.